ინსტრუქცია ასეთია. ერთი რომელიმე როგორც წესი მეტი ჩარა მშობელი იწყებს საუბარს იმაზე, რომ მასწავლებლების შრომა დასაფასებელია და როგორღაც პატივი უნდა ვცეთ და დანარჩენები, ზოგი უხერხულობის, ზოგი მისი მხარდაჭერის გამო იწყებენ საუბარს იმაზე, რა რაოდენობის თანხა ეყოფა მასწავლებლის საჩუქარს. ფულის რაოდენობა ძირითადად დამოკიდებულია მშობლების მეტიჩრობის ხარისხზე. იმიტომ რომ ზოგისთვის ეს თანხა შეიძლება იყოს 5 ლარი, ზოგისთვის 10 ლარი, ზოგისთვის 20 ლარი და ასე შემდეგ. ძალიან უხერხულია ამ დროს უარის თქმა და როგორც წესი იჭყლიტებიან ის მშობლები, რომლებსაც ყავს რამდენიმე შვილი. მშობლები ამბობენ, რომ შეუძლიათ რაღაც ანგარიში გაუწიონ აი ასეთ ოჯახს, ვინც არის მაგალითად მრავალშვილიანი ან ვინც არის სოციალურად დაუცველი. თუმცა ეს სადღაც მაინც აისახება დამოკიდებულებაზე.